მოგესალმებით, ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. დღეიდან საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა. გაიზარდა სანქციები ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ღვედის გამოუყენებლობა და სიჩქარის გადაჭარბება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, არსებული სანქციების გამკაცრება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების კომპლექსურმა ანალიზმა საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა. ასლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად ამ სამართალ დარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობაში მცირდება 20 ქულით. 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. ამავდროულად ამ სამართალ დარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობაში მცირდება 10 ქულით. 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის. აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით საქსტატში მრჩეველთა საბჭოს მორიგის ხდომა გაიმართა. მათივე ცნობით მრჩეველთა საბჭო 14 წევრისგან შედგება და მის შემადგენლობაში შედიან აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები. უწყებაში გამართულ შეხვედრაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამავდროულად საბჭოს თავმჯდომარე გოგიტა თოდრაძემ საბჭოს წევრებს წარუდგინა ინფორმაცია უწყებაში გასული 1 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების, მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. თოდრაძემ საბჭოს წევრებთან ასევე ისაუბრა 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების დამუშავების მიმდინარე პროცესზე. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაზე, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სიზუსტესა და სანდოობას. როგორც ცნობილია, ამჟამად მიმდინარეობს საბოლოო დეტალური შედეგების დამუშავება, რომელიც 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება. ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს და იწყოს ახალი ფურცლიდან. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინა ადმინისტრაციას საქართველოსთან მიმართებით მტრული დამოკიდებულება ჰქონდა, რომელიც სიცრუეზე და მუქარაზე იყო დაფუძნებული. ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილს და არასწორ ინფორმაციას შეიცავდა საქართველოსთან მიმართებით. გვინდა რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და გადაიხედოს. ჩვენ გვინდა ნორმალური პარტნიორი მეგობრული ურთიერთობები, განაცხადა კალაძემ. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება. დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად გიორგი შონია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის 558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მეოთხე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე დაინიშნოს გიორგი შონია საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად 2026 წლის 1 მაისიდან, ნათქვამია დოკუმენტში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება ჟენევის ფორმატის ახალ ნეიტრალურ ადგილზე გადატანის თაობაზე მიმდინარე კონფიდენციალური მოლაპარაკებების შესახებ უკიდურესად საგანგაშოა. ეს ფაქტობრივად ფორმატის დაშლას ნიშნავს და მძიმე დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პარტია ითხოვს საქართველოს საგარეო უწყებისგან განმარტებას, არის თუ არა ქართული ოცნება მოლაპარაკებების მონაწილე. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას. არის თუ არა ქართული ოცნების მთავრობა ამ საიდუმლო მოლაპარაკებების მონაწილე, როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, სად დგას ოცნება ამ საკითხში. იცავს თუ არა მთავრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუ კვლავ საოკუპაციო ძალასთან თანამშრომლობს, წერს გახარია. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის ხელმძღვანელ შოთა ბერეკაშვილის განცხადებით კომისიის რეკომენდაციაა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სპეციალური პროგრამებით მცირე და საშუალო მწარმოებლების მხარდაჭერა გააძლიეროს, რათა მათ ბაზარზე უკეთესი ოპერირების საშუალება მიეცეთ. როგორც ბერეკაშვილმა სხდომაზე განმარტა, კომისიის რეკომენდაციის ნაწილი მოიცავს იმას, რომ მცირე და საშუალო მწარმოებლებისთვის რიგი კომერციული ხარჯების შემცირდეს ან გაუქმდეს, რათა ქსელში თავიანთი პროდუქტი
პროდუქტის განთავსება უფრო ადვილად შეძლონ. ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნით ძირითადი პრობლემა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაში მდგომარეობს. Georgia გენერაციის ინფორმაციით იგი განაგრძობს მის მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციას. Georgia გენერაციის ცნობით 3 ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო პროექტის საერთო ინვესტიცია შეადგენს 20 მილიონ ევროს. კომპანიის მიზანია ჰესების თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა. ამჟამად მიმდინარეობს ორთა ჭალჰესის, გუმათ ჰესების, კასკადისა და ჩიტახევ ჰესის სარეაბილიტაციო პროექტები. ჩეხეთიდან და სლოვენიიდან უკვე ჩამოტანილია სარეაბილიტაციო პროექტებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ტექნიკური მოწყობილობები. ტურბინა გენერატორის ახალი სტატორები, მუშა თვალები და სხვა აღნიშნულია ინფორმაციაში. როგორც Georgia გენერაციის დირექტორთა საბჭოს წევრმა ლევან საჩალელმა განაცხადა, შემდეგი პრიორიტეტი არის ლაჯანურ ჰესის ჰიდროსაინჟინრო ნაგებობები, რომელთა მდგომარეობაც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. მისივე თქმით, ჰესებზე განხორციელებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ჰესის ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება ავრიული შემთხვევები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. პაპუაშვილის თქმით, საქართველოსა და ბულგარეთს შორის ისტორიულმა მეგობრობამ და კულტურულმა სიახლოვემ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის საფუძველი შექმნა. ულოცავ მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის პარტნიორობის შემდგომ გამტკიცებას. ჩვენს ერებს შორის ისტორიულმა მეგობრობამ და კულტურულმა სიახლოვემ შექმნა ძალიან მყარი საფუძველი საქართველოს და ბულგარეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისთვის. წერს შალვა პაპუაშვილი. თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. თბილისის პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებული ნდობაში შევიდა დაზარალებულთან და იმ მოტივით, რომ თითქოს და ოქროს ნივთებს დაბალ ფასში მიაწვდი და ეტაპობრივად გამოართვა და დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 105,000 ლარს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს ახკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ და თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის და ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელ ბანუ თერზიოლოს უმასპინძლეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით გაცნობიტი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ახლად დანიშნულ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობას სამართლებრივ სფეროში, მათ შორის კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური დიალოგის გახმოვებას. ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უკრაინას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში დაასრულოს და წევრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა უკვე 2027 წელს დაიწყოს. ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ტარას კაჩკამ განაცხადა. მისით თქმით, ევროკავშირმა უკრაინულ მხარეს წინასწარ აცნობა მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის მოთხოვნები. მისი განმარტებით, მარტში უკრაინა მიიღო პირობების მეორე პაკეტი ტექნიკური მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთვის. ამჟამად ევროკომისიასთან ტექნიკური მუშაობა 6-ვე კლასტერზე მიმდინარეობს. იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროსეტოს განცხადებით არ ესმის რა მიზეზით უნდა შეამციროს შეერთებულმა შტატებმა მის ქვეყანაში ჯარების რაოდენობა. არ მესმის მიზეზი. როგორც ყოველთვის ნათელია, ჩვენ არ გამოგვიყენებია ჰორმუზის სრუტე და მზადყოფნაც კი გამოვთქვით საზღვაო უსაფრთხოების მისიაში მონაწილეობისთვის, რასაც სხვათა შორის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა მაღალი შეფასება მისცეს. განაცხადა მინისტრმა დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტირებისას. ცნობისთვის, ტრამპის განცხადებით იგი ამერიკის ჯარების გაყვანას იტალიიდან და ესპანეთიდანაც განიხილავს. რუსეთი აგრძელებს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ღამით რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. ასევე 1 ადამიანი დაშავდა დრონებით თავდასხმის შედეგად კრივი რიგში. ზელენსკის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში რუსები თავს დაესხნენ რკინიგზის ინფრასტრუქტურას, რამაც ხანძარი და ზიანი გამოიწვია. რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასევე დარტყმები განხორციელდა სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქების წინააღმდეგ. ჩვენი ბრძოლადიანი სანქციები რუსებს რეალობაში აბრუნებს. ეს სრულიად გამართლებულია და რაც მთავარია, ზღუდავს რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობას გააგრძელოს ეს ომი. თუ რუსეთს არ სურს დიპლომატიაზე ნებაყოფლობით გადასვლა, უნდა ვაიძულოთ, რომ ეს გააკეთოს, წერს ზელენსკი.
უკრაინა და ნიდერლანდები ბატონისა და K4 ტიპის დრონების ერთობლივად წარმოების დაწყებას მიმდინარე წელს გეგმავენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს პრესპიკერზე იურიან ესერზე დაყრდნობით ავრცელებს. ველოდებით რომ წარმოება წელს დაიწყება, პირობები კონფიდენციალურია, განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა. მისი მტკიცებით ნიდერლანდების თავდაცვის ინდუსტრია არ დაემორჩილება რუსეთის მხრიდან დაშინებას. როგორც ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, მათი თავდაცვის ინდუსტრიას რუსეთი ვერ დააშინებს და კომპანია უკრაინისთვის დრონებსა და რაკეტებს აწარმოებს და ნამდვილ ცვლილებებს ახდენს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.